დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა ნინო. დღეს ნინომ გადაწყვიტა რომ განსაკუთრებულად გაგვახაროს და კარგად გამოგვემშვიდობოს, იმიტომ რომ ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას. საფხული დგება. ჩვენს ბაღში დამწიფთა მარწყვი. ეს ჯიში გახლავთ ერთ-ერთი განსაკუთრებული ჯიშებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე საადრიო ჯიში. გურჯაანული მარწყვი გახლავთ, ძალიან გემრიელი. სურნელზეც ეთყო. ნინომ წუხელის ძალიან მოინდომა და თვითონ გამოაცხო ბისკვიტი, მოხარშული გემრიელი კრემი, რომელსაც ჩვენ შუშიც ვდებთ. და ჩვენთან ერთად აპირებს ახლა რომ ცოტა მოალამაზოს. ყუნწები არ მომაცლებინა. ძველმოდურ ტორტს ვაკეთებ. ძველმოდური ტორტი, სახლებში რო ვაცხობდით ისეთ. რატო აღარ აცხობენ ნინო? იმიტომ რომ არ არის იოლი ისა ახლა კრემი გააკეთე, ბისკვიტი გააკრილე, მე დასანამი შიგნით იცი როგორ დანამული ეს. კი, აბარა კონიაკით და ვაჟინით. და მის ვაჟინით მარწყვის. მარწყვის სიროფით, რომელსაც ნინომ ასე უწოდა ძველ ქართულად. კარგი გაბუშბუშებული ახლა ეს ბისკვიტი, ეს კარგი რძის კრემი. ახლა მოკუთხუთებული და ახლა მოვთავ, მოვაკრუჭუნებთ, თანაბარი მარწყვებით დავიწყოთ და მე შუაში გავადიდებთ, აი. ნინო, დღეს განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ ჩვენს მაყურებელს და ცოტა მოუყვეთ იმ ამბვის შესახებ, რაც ჩვენ დავატრიალეთ რუსთავი 2-ის დილის ეთერში. მე მგონი ეგ იცი ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ რა, საიდან დავიწყოთ? საიდან დავიწყეთ? ჩვენ გვიცნობდა ჩვენი მაყურებელი, მანამდე ჩვენი Facebook გვერდიდან, ხო, რაღაცა ჩვენ თვითონ ასე ხის ქვეშ ჩვენით, რა ვიცი, ამბიცია მე არ მაქვს ამ საქმეში და მე მგონი რომ ნინოც დიდად არ რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებდით აი იმ კერძებს, იმ გემოებს, ქმნიდით რაც ჩვენ გვახსოვთ, ხო ეს? მე თუ მკითხა უფრო ამბებს ვაკეთებთ ვიდრე კი, ეს არ იყო ხარც გაკვეთილი და არც მასტერკლასი, ეს იყო უფრო კულინარული ამბები. ზურიკო თანაბარი დამიწყე რა, ნუ ამირდამირე აი ნინო რა. ვინ გვიყურებს აგერ ჩვენ და ვაწყობთ მარცხნივ? ჩვენ და არავინ არ გვიყურებს, ჩვენ საერთოდ არასდროს ჩვენთვის ვართ. ნინო, ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბები მოყევი ახლა, რაც შენ გადაგხდა, თქვას რომ გასწავლიდან მოყევი. რა ვქნა ესე არ უნდა ისე არ უნდა ხუჯერ ვიტყოდი რომ ქალბატონებო ბატონებო ნინოს არ ეზარებოდა და ამას ყველას უხსნიდა და ზუსტად იმ შენიშვნებს მიწერდე და მეჩხუბებდნენ რასაც მე თვითონ ვამბობდი მეტი რა მექნა ჩემგან განსხვავებით ნინო ამაზე ძალიან ნერვიულობ ზურიკო იცი რა დამიწერეს ზურიკო ასე მითხრეს იმას მარილი აკლიაო შენ მდგრადი ხარ მე აღმოჩნდი მდგრადი შენ მყიფე მე ვარ მყიფე და ემოციის თაიგული, მაგრამ ეხლა ისე უნდა მოვაკრუჭუნო ესა. მე მგონი აგერ გაგიჭირდება. ჩავაკიწკიწებ. და შენ რო ნორმას მიშლი და ჩემი გუჩის ჩანთა ხო უნდა ხო შენ პირდი? კი, შენ გექნება ორიგინალი გუჩის ჩანთა. ორიგინალი გუჩის ჩანთა მექნება. შენ სავით ფეიკი არა? ფეიკი არა. იმას ისევ კონსერვებისთვის გამევიყე. კაი. კვერცხების მოსატანად. ნინო მოდის გუჩის ჩანთით და უდევს შიგნით მწნილი და კვერცხი. რა კაი კომბინაცია. აბა რა ვქნა. ვიცი რა, ხელში ერთზე მეტი რამე თუ მიჭირავს ტვირთი, ხო, ის მეორე აუცილებლად მავიწყდება. ამიტომ ვცდილობ ყველაფერი ერთთან, მაშინ ჩავალაგო. ის ამბავი მოყევი ბაზარში რომ კაცი გამოგეკიდა. ხო, რა ვიცი, ესეთი სახელი გამივარდა რომ მე ვიცი პროდუქტის კარგი არჩევა და ერთ დღესაც ახალგათენებულია და დავდივარ ამ ჩემ ბაზარში და დაამყვება ერთი საგორიალო ჩანთით. საგორიალო ჩანთით დაამყვება ეს კაცი მოვიხედა მომყვება, წავალ მოდი. ხო და მე ისე მწყრალად შევხედე ეს კაცი მიხვდა რომ მე ცოტა არ იყოს გაუფრასდი და მეთქე ქალბატონო მე ხელს არ შეგიშლითო ჩემაცოლმა მითხრა უბრალოდ რასაც თქვენი ყიდით მეც იგი უნდა ვიყიდო დავალებული ქონდა რომ ჩემთან ერთად უნდა ევაჭრა ბაზარში ჩემო ბატონო აი ჩემო ბატონო რეიზა იჩემე დედა ეს ჩემო ბატონო და მე ვარ განუყრელი და რატომ არ შენ და ჩემო ბატონო ჰაერს ვავსე მაგითი მე მგონი შენ ისე აწყობ მე ასე ნინო რაც ხარ რატო ამირდამირია ეხლა ჩემი შემოქმედება შენ გინდა რომ პოჩერკი გამიფუჭო არა როგორ გეკადრებათ მე არ ჩავერევი შუაგულში ჩავაწოთ უფრო დიდები მაგრამ ეს იქნება სასწავლი შიგნითაც იცი რამდენია მაგრამ ყუნწებ დაცლილი აი მოვა ახლა მალინა სეზონის მალინა მარწყვის სეზონი ამი არა მალინა მარწყვით რო გამოდის ისეთი ტყილა არ თქვას ვინმე არც ერთი არაა ზურა ატმის ტორტისნაირი არც ერთი არ არის. მართლა? გადასარევი და წეს იქნება ატმის კარგი მოსავალი, იმიტომ რომ ყვავილში კარგი იყო ყვავილი. ქართლში ასე ამბობენ და ვნახოთ. ხო, წესით იქნება.
მეგენი ხო იცი კარგ სწორ პროგნოზებს რო დებე. ეს ცოდვა გამხელილი ჯობია, ცოტა გადაფარებული მქონდა ნინო. ხო არა. ტაშტებში მაქვს დარგული. მერე დიდ ლახანკებს რო ვეძახით, რა ქვია იმას. ხო ტაშტები. ტაშტებში, რა ვიცი, დიდ ტაშტებში მაქვს და იმ ტაშტებზე რო ვნახე, თოვლი რომ იყო გამოცხადებული და მაშინ ყვაოდა. თოვლი რომ იყო. ხო და ასე გადავაფარე წყნელის დუგები, წყნელისგან ასე გაუკეთე და გადავაფარე ცელოფანი. ხო და ნახე რა გამოვიდა ასეთი. აი რა ვიცი, არა შემოვსო ბისკვი, ცოტა ხრანჯი არ მოექცეს. აი მაგრამ აქ უნდა შევაფსო. მოექცეს მე. მე აქამდე ველოდებოდი რომ შენ შენიშნავდი მაგას და რაღაცა არ არა ხა დღეს ამ ბოლო დღეს რაღაც მანდამაინც დაგა ხრანჯი მოექცა. წეიქცა? ხრანჯი მოექცა ასე გვერდზე. არა უშავს, მაგფერიც კაიქნა. ნაჭერში. იგიჩლად დაგვეშალა, მაგრამ ხომ არ შეგვიმჩნევია. ახლა დაამატა. რა იზა ვიტორტი არ წაგვექცა? კი. ატმის ტორტი არ წაგვექცა? კი, იყო ნამდვილად. ვერ ვიუარებ. მოკლედ ჩვენი ამბავი ასე იყოს. თუ რამე გაწყენინეთ შენდობას და ბოდიშს ვითხოვთ, თუ რამე გესიამოვნათ ამისთვის, გახარებულები ვართ და კმაყოფილები ვართ. ძალიან მადლიერი ვარ მე იმ დიდი სიყვარულისთვის, იმ დიდი პატივისცემისთვის. სადმე რომ მიდივარ, მეკითხებიან ნინოსა და ვითომ მე და შენ სულ ხელმკლავით დავდივარ. არა და მე სულ შენთან ერთად აი ზურა, გადაეცი ზური. 12 საათზე მწერს ხალი რომ მე ნინოს დამალაპარაკეთო. 12 საათზე Facebook-ში მწერს, ჩემთან რა უნდა 12 საათზე ნინოს. ნინო მის სახლში ცხოვრობს, მე ჩემ სახლში ცხოვრობ. კი ვართ მეგობრები, მაგრამ ჯერჯერობით ერთად არ ვძინავს. ხო, დილაუთენია რა უნდა. დილაუთენია. 12 საათზე ახლა შუაღამეზე საყვარელია ხალხი. აი მართლა გულით ხო არავინ ავალდებულებს ახლა რო ხვდებიან და მოგიკითხავენ სიყვარული. აბარა. გუშინ ექიმთან ვიყავი გამოკვლევაზე, მისული და ცალსა ყველა კაბინეტიდან ექიმები და მოდი ჩვენთან სურათი გადაიღეთ სურა. კაია, თუ გამოგიკვლიეს, კაია. გამომიკვლიე დააგვიანებული აწი რაღა დროსია. შენი გამოკვლევა ასე იოლი ამბავი არა, ფლატ. გამოკვლევა არ არის ასეა იოლის საქმე, შემოზღუდე. მე 10 წელია მეგობრო და ჯერ ვერ გამევიკვლიე და თუ რამე ექიმა დაადგინა, მადლიერი ვარ. გამევიკვლიე. 10 კი არა მეტია. ჩვენ ახლა მოვთავთ ამ ტორტს და მე სუფრასთან შეგხვდებით, რა საკვირველია. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით. ნინო, შენ რაღაცა დაგაკლდა დღეს ამ სიყვარულის გამოფრქვევა და იმიტომ რომ ვარდი არ მიკეთე. გემიგებნია მე. არ გაქვს თუ რა? სავარდო და სამაის ვაქ ისეთი ვარდები ყვავის, უკვე რომ ჩემი ვარდი აღარ არის გამოსაჭრელი. იჩრდილება. იჩრდილება ჩემი ვარდი. უთხარი შენს მაყურებელს მადლობა და მე სუფრასთან გავჭრათ ეს ტორტი და საზეიმოდ დავემშვიდობოთ. არ მემეტება სათქმელად, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ ძალიან გვიყვარხართ, უღრმესი მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის, შემოძახებისთვის, ყველა გამოგზავნილი გულისთვის, იმ ყვავილებისთვის, რასაც გიტოვებდნენ სალაროში. მთელი აი მე ერთი დიდი კოლექცია მაქვს ემიგრანტების გამოგზავნილი ყვავილები, როგორ გულშემატკივრობდნენ, როგორი სიტფოთი სავსე წერილებთ მესამიდან. დიდი მადლობა. მე მგონი რომ ისიც რომ გვაკრიტიკებდნენ და გვეუბნებოდნენ მაგას მარილი აკლია და მაგი დაგეწვათ, იგიც სიყვარულის გამოვლინება. რა თქმა უნდა, ყველა თავის გამოცდილებას გვიზიარებდა. პროდიუსერიც რომ საყვარელი აღმოჩნდა უცებ. ყველას რომ ეგონა რომ მტერია და ამ დროს ჩვენი პროდიუსერი და ხალხს რო ეგონა რომ ეს ჩვენი მართლა მტერია და ჩვენი ჩხუბი რომ მართლა ჩხუბი გონიათ. ხო, არა. მე ასე ვთქვი, დავწერე იქ სოციალურ ქსელში, ვისაც ჩემი და ნინოს მტრობა გონია მართალი, აბდალია და იმას აწი აფერი აღარ ეშველება. მეტი რა ვქნა ახლა. და ეხლა უნდა გამოვტყუდა თქვენ ეს იყო დიდი შოუ. რომელიც ისევ სიყვარულს, თქვენს გამხიარულებას, თქვენ კეთილ განწყობას, თქვენს კარგად ყოფნას და ჩვენს კარგად ყოფნას. დიდი მადლობა. ჩვენც ვიხალისებდით ასე ყოფას და თავს. არც ისე იორია ასე ამდენი კამერა მოშვერილი ბაღში, აგერ მართლა ხის ქვეშ ტორტის ცხობა, იოლი არა. ჩვენც დაძაბულები ვართ, არ ვართ ჩვენ ამ საქმის ოსტატები, ნამდვილად არ ვართ. მით უმეტეს მორთვა მოკავს მის, მაგრამ რაღაცნაირად ვაკეთებთ. კარგად ძანდება. დროებით კარგად იყავით.